ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით, TV+-ის ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი. მე ხატია ბანცაძე ვარ. დღეს კი სტუმრად გვყავს გენერალი მაიორი და სამხედრო ექსპერტი ბატონი ტრისტან წითელაშვილი. მადლობას გიხდით ბატონო ტრისტან გადაცემაში მობრძანებისთვის და მოდით საუბარი პირდაპირ დავიწყოთ იმით, რომ გიგა ჯოხაძე, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი, თქვენ გადანაშაულებთ ქვეყნის ღალატში და გიწოდებთ რუსეთის აგენტს. მოვისმინოთ, მოდით ეს განცხადება მისი, რომელიც გააკეთა ნაცმოძრაობის ახლად დაწყებულ პროექტში, ირაკლი ფავლენიშვილთან აკეთებს ამ განცხადებას და შემდეგ გააკეთეთ თქვენ კომენტარი. ამის გარდა იყო კიდე ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა, მაგალითად ტრისტან წითელაშვილის შემთხვევა, რომელიც შეუშვეს ადამიანი, რომელიც იყო დაჭერილი წინა ხელისუფლების პერიოდში რუსების სასარგებლო ჯაშუშობის ამ ჯაშუშობის ბრალდებით, შემდგომ ეს ამნისტიის პირობებში კოცებმა გამოუშვეს უკან. ყველა რუსებთან ერთად მოდი ეს შკრილნიკოვი იყო, ბევრი იყო, ჩახალიანი იყო, კი, რა ვიცი, უამრავი ასეთი ადამიანი, ასობით ადამიანი გამოუშვეს კოცებმა პოლიტპატიმრის სტატუსით, ადამიანები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და რეალურად ეს დამტკიცებული ფაქტები იყო, ეს ადამიანები გამოუშვეს, მათ შორის იყო ტრისტან წითელაშვილიც, რომელიც შემდგომ კოცებმავე შეუშვეს საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე და საიდუმლო სამხედრო ობიექტებიდან წითელაშვილმა გაიტანა ეს ინფორმაცია, მათ შორის თბილისის საფორტიფიკაციო ნაგებობების შესახებ და ბევრი სხვა სამხედრო დეტალი, რომელიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სრულიად, საიდუმლო, ხო, გრიფით საიდუმლო, რომელიც რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ტრულად განწყობილი სახელმწიფოს ხელში არ უნდა ჩავარდეს სახელმწიფოს, რომლის მიზანია საქართველოს სრული ანექსირება, ხო? ჩვენ მას მივწერეთ Facebook-ზე, თუმცა არ გამოგვეხმაურა, გვინდოდა რომ თვითონ თქვენთან დაგვესვა გადაცემაში და თუ რამე ექნებოდა სათქმელი და ახლაც მივმართავთ მას, რომ თუ სურს რომ თქვენ დაგიჯდეთ დებატებში ამ თემაზე, აუცილებლად ჩვენი ეთერები ღიაა თქვენთვის და მობრძანდით ბატონი ტრისტანიც არ იქნება წინააღმდეგი, ხომ ესია რომ მასთან ერთად გაიაროთ ეს საკითხი და რაშიც გდებთ ბრალს უპასუხოთ მის სიტყვებს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ პიროვნებას, ეს რაღაც ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მოდი ცოტა ვრცლად ვისაუბროთ ჩვენ ამ საკითხზე. აუცილებლად. მაინდა ტრისტან წითელაშვილი რას საუბრობს, ეს გასაგებია, ახლა თვითონ მაყურებელის განჯის მაგას. ეხლა, როდესაც თვითონ ამ ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის დასავლურა პოლიტიკამ დაიწყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა და დაუწყო ჩვენს ეროვნულ კულტურას, ქრისტიანობას ბრძოლა და ისტორიას, ხო? ამიტომ ამისთვის საჭირო იყო გარკვეული მიმართულებები აეღო ხელში და შეექმნა საყრდენი პუნქტები. ანუ საყრდენი პუნქტებს მე იმას ვამბობ, რომ შეექმნათ ხელოვნურად ისტორიკოსები, პროფესორები, ექსპერტები, აკადემიკოსები, რომლებიც დატრეინინგებული იყვნენ სწორედ საზღვარგარეთის ქვეყნებში სხვა სპეცსამსახურების მიერ. მათ შორის ეხლა დასამახინჯებელი იყო და ამახინჯებდნენ ჭავჭავაძის ისტორიასაც, გოგებაშვილის ისტორიასაც, მთლიანად ყველა იმ შოთა რუსთაველის ისტორიასაც, დავით ნახარჩევის ამოშენებლის ისტორიასაც, ხო? ამ მიმართულებითაც მუშაობდნენ უკვე სპეცსამსახურები, უცხოეთის სპეცსამსახურები და შექმნეს თვითონ სახეები შექმნეს, ახალგაზრდა ადამიანების სახეები საქართველოში, რომლებიც გაიყვანეს ამ ქვეყნიდან, მოამზადეს იქ, შესაბამისად მას მიცეს სტატუსები, ექსპერტის სტატუსები, მიცეს სხვადასხვა, ესე იგი, პროფესიის ისტორიკოსის სტატუსები და მათ შორის ეს ახალგაზრდა ბიჭიც ეს ვიღაცა, რომელიც საერთოდ არ არის მოდებაში, საქართველოს ისტორიაში რა მოდებაში. ეხლა ეს ადამიანი მარტო იმ კოდორის ხეობის იმ რაღაც სპეცოპერაციაზე კი არ საუბრობს და რაღაც ამ კოდორის ხეობის შექმნილ მდგომარეობაზე კი არ საუბრობს. ეს არის მისი რაღაცა წარმოდგენა, წარმოსახვა, ხო? მაგრამ ეს ადამიანი ხშირად ამახინჯებს ამ ჭავჭავაძის წარსულს, ეს ადამიანი ხშირად ამახინჯებს ქართულ ისტორიას და ამით ამ ნაბიჯ ეს
ესე იგი აკეთებს იმას, რომ დააჯეროს თავისი თანატოლები, რომ თურმე ესე კი არ ყოფილა ჭავჭავაძე და ან შოთა რუსთაველი და ან თამარ მეფე და სხვა დანარჩენი ის დამსახურებული ჩვენი გმირი ადამიანები, თურმე ეხლა ეწება 21 საუკუნეში იწყება საქართველოს ისტორია, თურმე გაიგეთ, ამათ მიერ ყოფილა ეს ყველაფერი შექმნილი და თურმე ჩვენ არ ყოფილვართ ქართველი ერი, როგორც ისტორიული ერი და ჩვენ არ ყოფილვართ იმ წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყანა, რომელიც ჩვენ ეს მოგდებს, ხო? და ამიტომ არის ასეთ ადამიანებს იყენებენ, აგენტებს იყენებენ, მათ შორის გამოიყენეს ამ კონტექსტშიც, ხო? მე მას ახლა თქვენთვის არ იყოს, კარგი იქნებოდა რომ პირისპირ დამჯარიყო ჩემთან ეს ადამიანი და ესაუბრო ამ საკითხებს, მაგრამ ეს არის ნაცსექტა, ეს პავლენიშვილი და ეს სახელი არც მინდა რომ მაპატი ეს არის გიგა ჯოხაძე. ხო, გიგა ჯოხაძე ვიღაცა ხო, ირაკლი პავლენიშვილი ნაცმოძრაობის ორივე ნაცმოძრაობის სექტანტები არიან, სის მოწამლული ახალგაზრდები, რომლებსაც მოუწამლეს თავის დროზე სისხლი გაიყვანეს ქვეყნიდან, მოამზადეს პენსამსახურება და ახლა რასაც უნდა იმას ალაპარაკებენ. დაჭირდათ დაუშვათ რაღაცა მოიყვანეს რაღაც თემაში ის რომ ესაუბრათ კოდორის ხეობაზე, ესაუბრათ რაღაც არარსებულ პესტნაზზე, სად არსებ, როდის სად ვისწარ ვეთი მე მინდა რომ უთხრა დაუსვა შეკითხვა, არათუ ამათ რა შეკითხვა დაუსვა, ესენი დილეტანტები არიან ამ საკითხში და არაფერი ამათ მარიციან, ხო? პროფესიონალებს უნდა დაუსვა. როდის იყო გამომძიებელს ყავს დაკითხვაზე ეჭვიტანილი, ხო, ან ბრალდებული, ხო და მან მოსასმენი ჩადო სიგარეტის კოლოფში და ესე იგი გამომძიებლის საუბარს იწერს. ეს აი უბრალოდ ეს ამით რა უნდათ მათ თქვა, რომ ესე იგი ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს აბსოლუტურად თვითონ გამოძიებასაც აკონტროლებდნენ. ეს არ არსებული არის ეს მით უმეტეს მე ეს კარგად ვიცი, როდესაც ხშირ შემთხვევაში დავყადიყი გამოძიებელი, ხდებოდა გამოძიებელი, ხო მე როდესაც სააკაშვილის დროს ვიყავ რეპრესიული, რასაც ეს ამბობს, რომ იმის ჯაშუშობისთვის დააკავეს. ჯერეთი ისიც არ იცის, რა მუხლითა ვარ მე დაპატიმრებული და რა მუხლით დავაპატიმრე სააკაშვილმა და რით გამასანა, ამ მუხლით გამასამართლა. ისიც არის. ერთი ტყუილი ეს არის, კი, ტყუილი, რასაც ქვია, აი. რო გააგებინოთ კარგი. მე 260-ის მეორე ნაწილი დამაპატიმრეს ისიც, რომელიც ესე იგი საერთოდ აბსოლუტურად არც ვიყავი სიახლოვეს ამ მუხთან, ხო, აბსოლუტურად, ხო? და არათუ იმით ჯაშუშობით და აგენტობით და იმით. აგერა მაქვს სასამართლო გადამწყვეტილება, რომ უნდა წამოვიღებდი ახლა მაგას თუ ამ საკითხზე ვისაუბრებთ და ვანახებთ ტელემაყურებლებს და სოციალურ ქსელებში არაერთხელ დავდები. დარწმუნებული ვარ ყველა მიცის. რა თქმა უნდა, იციან ამის შესახებ. განამათ მარიციან, იციან, მაგრამ რასაც თვითონ აკეთებდნენ, ხო, სააკაშვილის დროს, იმას აბრალებენ, ახლა სხვას, ხო, ეს ლაკა ჩამოირეცხოთ და მათ შორის მე მაბრალებენ ძალიან ბევრ რაღაცებს, ხო, თვითონ და აი მე შევედი საიდუმლო ბაზაზე, სამხედრო საიდუმლო ბაზებზე და თვითონ კარი გამიღეს იქ და გამქონდა ინფორმაცია. ბიჭო, შენ გეკითხები, აი შენ მართლა დაბრალებულო ვიღაცა ექსპერტო გაიგე და რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანო. სამხედროს, მე გეტყვი, სამხედრო საიდუმლო ბაზაზე რო შეხვიდვა რა, ჯერ კიდევ შენ დაშვება უმაღლესი მთავარის სარდლის მიერ, რომ მან დაგიშვას. მე შემდგომ სამხედრო კონდაზვერვა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში, გაიგე? და ისე შეხვიდო სამხედრო საიდუმლო ბაზაზე. შემდგომ იქ სამხედრო საიდუმლო ბაზებზე დგას არის განწესი. განწესი რას ქვია, იცი? ეგრეთ წოდებული ყარაული, რომელიც დგას საგუშაგოებზე და აკონტროლებს ყველაფერს. ამის გარდა არის უამრავი სათვალთვალო კამერები, რომელი კამერები თავიდან ბოლომდე აი ღიად ბუზის რო გადაფრინდება, იმას აკონტროლებს და ერთმა მაინც არ დამაფიქსირა კამერა, მიგან როგორ მომცა მე მთავარსარდალმა ისა დაშვება ერთი მთავარსარდალის და მეორე მთავარსარდალის თქვენიანი იყო ის რა ქვია ის მარგველაშვილი პლასტენილა და ეს ქუჩა მოწანწალე ფუფალა სალომე ზურაბიშვილი, ხო? და ესე თქვენიანი იყო და ესენი მომცემდნენ მე დაშვებას სამხედრო საიდუმლო ბაზებზე რომ შემსულიყავი და შემდგომ გადაღებები მეწარმოებია და მიმეწოდებინა რუსეთისთვის. რუსებსაც თქვენ მიაწოდეთ საიდუმლო დოკუმენტაცია შენმა მთავარსარდალმა, აი ხაიმ ავამტყოფმა სააკაშვილმა, რომელიც აქ აქვს კარი გამოკეტილი დღეს და ბივამეთში და ისოელსაც წამოპლაკული არის იქ და არაკლია არაფერი, ხო? და ის ციხეში უნდა იწეს ახლა. აი მან გადასცა ყველაფერი რუსეთს და შენმა ტიტუშკებმა, გაიგე? აი რომლებიც ყავხართ დღეს აქ, აი ესე გოშიება სააკაშვილის დღეს და ვისაც გინათ იმას რო ლანძღავთ. დამიჭექი და მელაპარაკე, თუ ვაშკაცი ხარ და თუ კარგი ბიჭი ხარ და თუ მაგარი ქართველი ხარ, გაიგე? და თუ მართლა ისტორიკოსი ხარ, ხო? მელაპარაკე იმ საკითხებზე, რომელიც საკითხებიც შენ დღეს შეეხედა აქ საზოგადოებას რაღაცა ცრუ ინფორმაცია მიაწოდე. ეს არის არარსებული და ეს არ მომხდარა და არც იქნებოდა და მეცას გეტყვით, ეს იცი რატო გააჩენეს ეს ინფორმაცია, ეს ჭორი 300 მილიონი როდესაც იყო გიგი კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსი, ხო? 300 მილიონი დოლარი გამოიყო თავდაცვითი ზუგდეების ასაშენებლად.
აი რასაც ახლა ჩვენ ხედავთ დაუშვათ შემოვდივართ ნატახტიდან თბილისის მიმართულებით ხო თუ დააკვირდით აი ესეთი გვირაბებია გაკეთებული გორებზე ხო ამაში დახარჯეს 300 მილიონი დოლარი სადაც არაფერი არ გამოკეთებიათ აბსოლუტურად ჯერ არც იყო ის საჭირო აი რასთვის იყო ის საჭირო მე ვერ წარმოვიდგენია აი რომ ამბობენ აი განვალაგებით ემეხებსო შესაბამისად თვითონ შემოვიდა და მოწინააღმდეგე მხარე ტექნიკა გავანადგურებითო რომელ საუკუნეში ცხოვრობენ ესენი აი რომელ სად ვიღახმაროს მაგინოს ეხლა დრონებზეა გადასული ყველაფერი აბსოლუტურად ხო და კოსმოსური ძალები მიწაზე ასურებენ ყველაფერს ხო მაგრამ ეს ფული ჩამოწერის მიზით გააკეთეს მე მეორე არავით არის საიდუმლო ბაზა არ არის ხო იქ არის ნებისმიერ შეუძლია ავიდეს ხო და მე როდესაც ავიდი და ვნახე იქ იყვნენ წყებსები და პირუტყვი ყავდათ ეს თვითფეხა პირუტყვი ყავდათ და გომურებად ქონდათ ეს გადაქცეული და არავით არის იქ მას სამხედრო სტატუსი არ გააჩნდა აბსოლუტურად უბრალოდ ფული ჩამოწერეს და ეს ფული ჩამოწერეს იმის რომ თუ ეს გააკეთეს და ეს მასალები მოვიპოვე მე და ამ მასალებზე დავიწყე მე ისა მუშაობა და შემდგომ გადავეცით მაშინ მინდია ჯანელიძე იყო რატოსპიესი და გენერალური ინსპექციას გადავეცით და გენერალური ინსპექცია მიცეს და მინდია ჯანელიძე მიცეს ხელობაში საქმეები და შემდგომ ამაზე ატეხეს ერთი ამბები მით უმეტეს მათ თავიანთი საგრძელი ძალა გააჩნდათ სხვა სტრუქტურებში და მინდია ჯანელიძეს გადადგომის შემდგომ დაენიშნა თინა ხიდაშელი და თინა ხიდაშელმა ეს საქმე შემოდო თაროზე იმიტომ რომ ივაჭრა სააკაშვილზე რომ ჩავიდა მაგიდა მისი ქმარი. და მე მოაბეს კუდები ასე რომ აი თითქოს წითელაშვილმა სამხედრო საიდუმლო ბაზებზე გადაიღო და გადაცა რუსებს. რა თქმა რუსებს ჩემი გადაცემა ისიც ყველაფერი იციან. ისედაც თავისი აგენტი ყავდა და მიხეილ სააკაშვილი და კლიამ მთელი მისი გარემოცო და მე ჩემი ის უჭირდებოდა რაიმე ტიპის გადაღებების და დოკუმენტების გადაცემა და ამაში ზედმეტი თანხების ხარჯვა, როცა აგერ პირდაპირ პირველი პირები ყავდა თავისი აგენტები, თავისი რეზიდენტები გააჩნდათ აქ ქვეყანაში. ამიტომ ეს არის ვიღაცა ვიღაცა პირდაპირ ვიტყვი რომ ეს არის თაღლითი ადამიანი რომელიც ასეთ ინფორმაციებს ავრცელებს და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ამ იმას რა ქვია ექსპერტს რომ მობზარდეს და დაიჯდეს საქმე ჩემთან ერთად პირდაპირ ეთერში და ისაუბროს სწორედ იმ საკითხებზე რა საკითხებზე მას ხოდა საუბარი და გინდა კოდორის ის სპეცოპერაცია იყოს გინდა ის პესტაზელები იყოს გინდა ჩემი ის იყოს რა ქვია იქ სამხედრო საიდუმლო ბაზებზე შესვლა და საზოგადოებას ვთქვათ სიმართლე რა მოხდა და რა არის და ვისთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს გინდა პავლენიშვილი იყოს და გინდა ეს ვაი ისტორიკოსი და კიდე სხვა დანარჩენი კიდო ნაცსეპტანტები რომლებიც ძალიან ესე იმათ ორგანიზებულად მოქმედებენ დღეს ამ ქვეყანაში. ზოგადად ნაციონალებისგან მიშოული ვართ ესეთი განცხადებები. არ გამიკვირდება მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. აი ამ ნაცმოძრაობას ბარემ ის თემას მივაყოლოთ რომ ლევან ხაბეიშვილმა დაანონსა რევოლუცია 4 ოქტომბერს და აქციაზე გამოდით ყველაო რადგან უნდა დავამხოთ ეს მთავრობაო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ გჯერათ რომ ხაბეიშვილის მეთაურობით ქვეყანაში რევოლუცია მოხდება. ხაბეიშვილს კაცი არ ჩააბარებს ორ ძაღლს. აი ქუჩაში რომ ახლა ხურებზე რო ისა აქვს ნიშნები შემბული ხო ბირკები ორ ძაღლს არ ჩააბერებს კაცი ეს არის შაპიტო ხაბეიშვილი რომელიც არის ქუჩა მოწანწალე სადაც წავიდა ყველგან თავბერი დაანგრია სამკაცს ყველგან აბსოლუტურად სადაც კი მივიდა ეს არის არანორმალური ადამიანი კაცო როგორ შეიძლება ხა ხაბეიშვილის არა ხაბეიშვილის ვინც გაყობა ხო ის არის სწორედ იმის რომ მეტყვი ხაბეიშვილის იდეოლოგიისა და ხაბეიშვილის ჭკუის ხო ხა მაგენ დიდი ხანია ანონსებენ რევოლუციებს და ეს ხაბეიშვილი შეიძლება არის რაღაცა რუპორი მაგრამ იქით რა დგას კიდე რა არის ეს სხვა საკითხი არის აი მიხეილ სააკაშვილი დგას მის უკან ხო რა დგას ვინ არიან ეს ადამიანები არის თუ არა ეს შენიღმა სააკაისა ხაბეიშვილის ესეთი ხმამაღალი ძახილი და მართლა იქით სხვა რაღაცა მზადება მიდის იმისა რომ ყურადღება ხაბეიშვილისკენ იყოს გადმოტანილი აი ასეთი შეიძლება გაკეთდეს გადათამაშებებიც როდესაც მით უმეტეს არათუ შიდა ძალებით არამედ გარე ძალები არა ჩართული მზას პროცესებში ხო შეიძლება ხაბეიშვილს აყვირებენ აყეფებენ და ყურადღება იყოს ხაბეიშვილზე გადატანილი და სინამდვილეში სულ სხვა დაჯგუფებები მზადდება და სულ სხვა რაღაც მიმართულებით მოხდეს დარტყმა ამასაც არ გამომრიცხავ და არც არის გამოსარიცხე რადგან ვიცი რომ არაერთი ცდელობა იყო ხელისუფლების ჩამოგდების და არაერთი მზადება იყო იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლება ჩამოეგდოთ და რევოლუცია მოახდინათ ამ ქვეყანაში ეს ქვეყანა კვლავ ესე იგი ჩაათრიათ იმ ჯოჯოხეთში რომელიც ჯოჯოხეთშიც სააკაშვილმა მოუწყო ჩვენ საქართველოს ხო და მით უმეტეს
როდესაც საერთაშორისო დონეზე არის უკვე ყველაფერი ჩართული და დიდი ბრიტანეთი ჩართული არის ამ პროცესებში, ევროკავშირი ჩართულია ამ პროცესებში, ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია ამ პროცესებში, არავის არ ეგონოს, რომ ტრამპის მოსვლამ გაანეიტრალა ეს ყველაფერი. არა, ჯერ ტრამპი თვითონ შიდა პროცესებში ვერ არის მყარად და ვერ ზის და ვერ ერევა იმ ძალებს, რომელიც ძალებით დატოვა ბაიდენმა და დატოვა თვითონ ლიბერასტულმა სამყარომ, ხო? და ამიტომ ეს ჯერ საქართველოში ეს მექანიზმი მუშაობს და ამისთვის ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სერიოზული მზადებები მიმდინარეობს და რაც შეეხება ხელისუფლებას მართებს ძალიან დიდი სიემთხილე და არა ხაბეიშვილისთან მიმართებაში რაღაც ყურადღების გადატანა, არამედ სხვა მიმართულებით, რომ მიმართულებითაც მართლაც მიმდინარეობს იმ საკითხთან დაკავშირებით მოზადებები, რომ ქვეყანაში მოახდინონ რევოლუცია და რისთვის ჭირდებათ მათ რევოლუცია? რევოლუცია მათ იმისთვის კი არ ჭირდებათ, რომ ქვეყანაში მოვიდნენ და ქვეყანა ააშენონ და ქვეყანა განავითარონ და ქვეყანაში მაცხოვრებელი საზოგადოება იყოს სრულფასოვანი. რევოლუცია მათ ჭირდებათ იმისათვის, რომ დავალება აქვთ მათ. ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არ არიან დაუშვათ ქვეყნისთვის მოყვარული ადამიანები. ისინი არიან ჩამოყალიბებული აგენტურული დაჯგუფებები, რომლის გადმოსხვაც მოხდა მოწინააღმდეგეს მხრიდან იმ ქვეყანაში, რომელი ქვეყნის ოკუპაცია ჭირდებათ მათ. ანუ ესე იგი დაპყრობა ჭირდებათ, ხო? ამიტომ მათი დივერსიული ჯგუფები, ახლა ეს თვითონ კოლექტიური დასავლეთის დივერსიული ჯგუფები ძალიან კარგად მუშაობს დღეს ამ ქვეყანაში შეუმჩნევლად, რომელსაც დღეს საზოგადოება კარგად ვერ ხედავს და რო ვერ ხედავს ეს იმის ბრალია, რომ ხაბეიშვილის ნაირები ყავთ აგე წინა პლანზე წამოჭიმული და ყურადღება არის გადატანილი იქით. დიახ, და აქციებზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახეთ, რომლებიც ტვინ გამორეცხილები დასავლეთის მიერ იდგნენ და აპროტესტებდნენ იმას, რომ საქართველოს შეაჩერა ევროკავშირში სვლა და ნუ ასეთი განცხადებები ჰქონდათ ძირს დიქტატურა და ცეცხლი ოლიგარქიას. ერთ-ერთი ასეთი პირი კახა კალაძემ, რომელიც ესეთი პირი, რომელიც იყო აქციაზე იდგა და ცეცხლი ოლიგარქიასაც ხშირად იძახდა, 21 წლის ახალგაზრდა, წარადგინეს საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატად, კახა კალაძემ წარადგინა და ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებშიც და თვითონ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა არის. ზოგი აცხადებს, რომ ეს ძალიან კარგია, რომ ლუკა ძაძამია გადავიდა სწორ მხარეს, დაინახა, რომ მას იყენებდნენ იარაღად და მეორე ნაწილი თვლის, რომ ასეთი ადამიანების პარტიაში შეშვება ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ამ ბიჭმა პოსტიც დადო და განაცხადა, რომ ის მიხვდა, მისი თანატოლები მიხვდნენ, რომ მას იარაღად იყენებდნენ და ცდილობდნენ მისი სახით კომფორტი შეექმნათ ოპოზიციურ პარტიებს და ამიტომაც გადავიდა სწორ მხარეს და უნდა რომ ქართულ ოცნებაში თავისი განათლება და კულტურა რაც გააჩნია გამოავლინოს და დაეხმაროს სახელმწიფოს მისი განათლებით. თქვენ რა პოზიცია გაქვთ? ეს არის გადადგმული ნაბიჯი სწორი გზისკენ ლუკას მიერ თუ ქართული ოცნება უშვებს შეცდომას, რომ შეჰყავს ასეთი ადამიანი მის გუნდში? მოდი ხა ჩვენ ესეთი დავაყენოთ საკითხი და ასე უთხრათ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყნის მაცხოვრებლებს და საერთოდ ეს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აი ესეთ ქვეყანაში დღეს იმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რაც ხდება დღეს ჩვენ ქვეყანაში, ხო? არის ორი კატეგორიის ადამიანები და პირველი კატეგორია, რომელიც არ უნდა მიიღოს არც საქართველოს მოსახლეობამ და არც ქვეყანამ და მათზე უნდა იყოს მკაცრი ზომები გატარებული, უმკაცრესი ზომები უნდა იყოს გატარებული, სადღაც 20-25 კაცი არის, რომელიც ხელმძღვანელობს სწორედ აი ამ არეულობასა და აი ამ რომ ვიტყვი ტვინის რეცხვას, რასაც ქვია ჩვენი შვილების დაკარგვა. და არის მეორე კატეგორია ის ჩვენი შვილები, რომლებიც რუსთავზე იყვნენ, რუსთაველზე ყავდათ გამოყვანილი, ხო, ბავშვები. ისინი ჩვენი შვილებია სულ ყველა. აი თქვენი თაობა არის. თქვენ ჩვენები ხართ სულ ყველა. ჩვენში ზიხართ, ჩვენი ნაწილი ხართ, კესმის ასია საქმე, მაგრამ აი ამ ურჯულუებმა, აი ამ სექტანტებმა, ხო, იმდენი გააკეთეს, რომ თქვენი თავი, მე ხარ თქვენზე კი არა, მაგ საუბარი, თქვენი თაობის ხალხი, ხო, წაგვართვეს. წაგხელი და გამოგგლიჯეს, ხო? ამიტომ ეს რა არის იცი ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, რომ დროულად დაიწყეთ მუშაობა ამ ბავშვებთან. დროულად მიდით თითოეულის ოჯახში, შეხვდეთ მშობლებს, მიდით ინსტიტუტებში, მიდით სკოლებში, რომ დავიბრუნოთ ის ჩვენი დაკარგული შვილები, ჩვენი შვილები ესეც უყურა, ხო? და იცით რა არის, რაც უფრო ბევრი დაბრუნდება ასეთი ახალგაზრდები და რაც უფრო ბევრი გაათვისწობიერებს, რომ ისინი არასწორ მხარეს იდგნენ, ხო? პირიქით ჩვენ ამას უნდა მივესალმოთ.
ისინი ჩვენ პირიქით უნდა მივიღოთ. ხელი არ უნდა ვკრათ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მეტი დამნაშავეები გამოდივართ. იმათზე მეტი დამნაშავეები გამოდივართ, ვინაც ეს ბავშვები ამ მდგომარეობაში ჩააგდო. და ჩვენ აქეთ უნდა მოვიყვანოთ პირიქით. უნდა უთხრათ პირიქით, შვილებო, თქვენ ხართ ჩვენი შვილები. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი. უნდა ვაგრძნობინოთ მათ. სახელმწიფოებრივად უნდა ვაგრძნობინოთ ის, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი მმართველები, მომავალი გადამრჩენები, მომავალი აღმშენებლები. და არა ის მხარე, რომელიც მე ვახსენე პირველი მხარე, რომელიც მათ ტვინს უწამლავს და ანგრევინებს ამ ქვეყანას და თვითონაც აი თავის ხელით ასამარებინებს ამ ბავშვებს თავიანთ თავებს, ისინი იმათზე მე პირდაპირ ვიტყვი, რომ კაცრი ზომები უნდა იყოს გატარებული ესე. ბატონო ტრისტან, ბოდიშკიხით ეხლა მოვუსმინოთ მის განცხადებას, რომელიც 1 წლის წინ გააკეთა ბატონმა ლუკამ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ალბათ არ ვიცი რამდენად ხვდები, მაგრამ შინაგანად მაქვს შეგნება რომ ვგზნობ იმ ტკივილს, რასაც ახლა ჩვენი მშობლების თაობა, ჩვენი უფროსი მეგობრების თაობა გზნობს ვინაიდან არ ვიცი, მაგრამ მოსმენილი მაქვს, არ ვიცი, მაგრამ მიგზნია მაგასთან, როგორი ტკივილი იყო თავის დროზე ჩვენ სასახლში. ჩვენზე უფრო სასახლში აქ დგომა და ჩვენთვის ბრძოლა და ახლა წლების შემდეგ იმის ნახვა, რომ მათი შვილები ის თაობა, რომელსაც იბრძოდნენ, იგივე საქმეს აგრძელებს. ისე ვიბრძვის თავისუფლებისთვის, ისე ვიბრძვის თავისუფალი გამოხატულებისთვის და არ ვიცი, უკვე სირცხვილი არის, რომ ეს მესამე თაობაზე გადადის ეს ბრძოლა. ამ ვიდეოს ნახვისას გრძნობთ თუ არა, რომ ის არის აყოლილი თავის ტოლებს. იცით რა არის, ეხლა მე მივესალმები ამ ახალგაზრდას და კიდევ ბევრს ახალგაზრდას, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ძალიან ბევრი უმეტესობა, სადღაც 99%-ის ბავშვების იქ, რომლებიც იყვნენ, სულ იყვნენ მოტყვილებულები და შეცდომაში შეყვანილები, ხო? ეხლა რაც TV-მან პირველმა თუ რა ჯანდაბა ქვია მაგას, ხო, სექტანტების ტელევიზიებმა და ამგენმა რაც გააკეთეს ახლა და რაც უკვე წამოესიენ ამ ბავშვს, ეს ბავშვი დაადგა უკვე სწორ გზას, ხო? ეშმაკი ნახე როგორ არის, ეშმაკი როდის აქტიურდება ადამიანში. ეშმაკი მაშინ აქტიურდება ადამიანში, როცა ის ადამიანი მიდის ეკლესიაში, ხდება აღსარებელი, ხო? ყავს მოძღვარი, ხო? და უკვე ინანიებს ის წარსულ ცოდვებს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ეშმაკი აქტიურდება და ყველანაირად აკეთებს, ყველა ბრძოლებს აკეთებს იმ ადამიანის წინააღმდეგ, როდესაც წავიდეს ეკლესიაში. ანუ რატო? იმიტომ რომ კარგავს ის უკვე იმ ადამიანს. კარგავს. ეს ტელესექტანტებიც ახლა, იმიტომ რომ დაკარგეს მათმა უკვე და სწორ გზაზე დაადგეს ბავშვი ახლა. ამ ბავშვმა უკვე იგრძნო ის, რომ მართლა არასწორ გზაზე ყოფილა და დაინახა, სად თეთრია და სად შავია. დაინახა, სად არის სწორი და სად არის არასწორი. დაინახა ის, რომ რომელი გზით შეიძლება უფრო მეტად სიკეთე მიუტანოს ამ ქვეყანას და დაიწყოს აღმშენებლობის გზა. დაინახა ის, რომ ამ ბავშვმა კიდევ თავის გადაერჩინა, აი იქიდან გამოსვლით და კიდევ ძალიან ბევრი, ესე იგი, რომ მეთქვი, ახალგაზრდას გადაარჩენს და ამის გარდა კიდევ ის გააკეთა, რომ მას არ უნდა მიიღოს იმ სიბინძურეში მონაწილეობა, რომელიც სიბინძურესაც დღეს თავს გვახვევენ ეს ლიბერასტები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს შვილებს, ხო? ეს დაინახა ამ ბავშვმა და მე პირიქით მივესალმები და ძალიან კარგი ნაბიჯი არის და კიდევ ბევრი ახალგაზრდა დარწმუნებული ვარ, ბევრი ის ადამიანები და ის ჩვენი შვილები დაინახავენ ამას და ძალიან მალე გადმოვლენ სწორ გზაზე და სწორ აქციაზე ზოგადად ხალხი შეცოტავდა. რუსთაველის გამზირზე 10 კაცის გამო არის ხოლმე გადაკეტილი, მე ხშირად მიწევს მაგ ტერიტორიაზე გადაადგილება და ნუ ეს ნენსი და ასეთი ხალხი, რომელიც მუდმივად აქციაზე დგას და რა ვიცი, ყოფილა მგონი მოსწონთ და შეუყვარდათ რუსთაველის გამზირი, უბრალოდ 10 კაცი დგას ხოლმე, აღარ დგანან ლელოს და გახარიას ამომრჩევლები. დღეს ყაველაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ორივე ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც. ახლა მოვუსმინოთ მამუკა ხაზარაძის კომენტარს. გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე თქვათ, ეგრეთ წოდებული შავი, ნიაღურის და პიარის ასე თქვათ, გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. მიღებული აქვს ძლიერ საქართველოს. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმასე მეტყველებს, რომ აურზაური შემოიტანოს და დაპირისპირება შემოიტანოს
ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი. ამ მიზნისთვის ჩვენ ძლიერ საქართველოს არც ერთი წამით არ უღალატია, ამას გააგრძელებს, ამ ბრძოლას გააგრძელებს, დანარჩენი მე ყველას პატივსცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში. მოკლედ ასეთი განცხადება გააკეთა ბატონმა მამუკა ხაზარაძემ და ნაწყენიც არის, რომ პრეზიდენტმა ის შეიწყალა და ეხლა ელოდება იმ ნეგატიურ ნიავარს, რომელიც მის წინააღმდეგ უკვე ამოქმედდა ნაციონალურმა მოძრაობამაც გააკეთა კომენტარი და ზოგადად აქციაზე მდგომი პირებიც აცხადებენ, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული და კოლაბორაციაშია შესული გახარიაც და ლელოც ქართულ ოცნებასთან. რას მიუთითებს ქართული ოცნების ეს ნაბიჯი? იცით რა არის ახლა ნაციონალურ მოძრაობას მე მიგვირს, რომ ეს რაღაც ბიზნესას შეთანხმება. თვითონ არ უთანხმდებოდნენ ბიზნესს, არ ვაჭრობდნენ თვითონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს ერთ-ერთი ვაჭრობა, პოლიტიკური ვაჭრობა არის ეს და მეტი არაფერი. და ხა რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის ამ განცხადებას, რომელიც ახლა მან გააკეთა, სხვანაირად ის ვერ მოიქცეოდა. სხვა განცხადებას ვერ გააკეთებდა. და მე მეტისაც გეტყვით, არ არსებობს პრეზიდენტმა ვინმეს შეწყალებაზე ხელი მოაწეროს თუ კონკრეტულმა პირმა კონკრეტ ვინც უნდა შეიწყალოს, ეხლა მე კარგად ვიცი ეს საკითხი და იმიტომ ვინც უნდა შეიწყალოს, მან უნდა მიმართოს განცხადების სახით პრეზიდენტს. ასე აცხადებენ, რომ არ აქვს მიმართული. გამორიცხულია, მაშინ დაარღვია კანონი პრეზიდენტმა. მაგრამ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იმიტომ შევიწყალეო, რომ არჩევნები თანასწორ გარემოში მაშინ დაარღვია კანონი პრეზიდენტმა, ხო? და ყაველაშვილმა მე კარგად მახსოვს 2 თვის უკან შეთავაზა. დიახ, რომ დაეწერათ. 2 თვის უკან შეთავაზა მათ ორთავეს და იმათ უყველას, ვინც თანხმობას განაცხადებს არჩევნებში მონაწილეობისთვის, მე მზათავარ, რომ ისინი შევიწყალო, თუ მომმართავენ ისინი. და თვითონ ყაველაშვილმა განაცხადა წერილობით, რომ არ მოუმართავთო, მაგრამ მე მაინც წერილობით თუ მომმართავენ, ასე განაცხადა ყაველაშვილის მაგას იტყვის, იმიტომ რომ მოვა დრო და გამოჩნდება ეს დოკუმენტიც, რომელიც დოკუმენტის საფუძველზე ყაველაშვილი ისინი შეიწყალა. იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტი იწყალებს იმ შემთხვევაში პირს, იმ პირმა თუ კი აღიარა მისი დანაშაული, ისი არ ხდება შეწყალება. ანუ მაშინ ესე იგი გამოუშვა ადამიანი, რომელიც თურმე უკანონხოლია დაპატიმრებული ხელისუფლებას, ხო? და ესე იგი იმ ადამიანს ესე იგი სრული უფლება აქვს უკვე შემოუწიოს და უჩივლოს ამათ. ხო? რომ მე ამდენი ხანი ვიყავი უკანონო პატიმრობაში, არასწორად მომექცენ, მოიწოს კომპენსაციასაც ყველაფერს. ამაზე წავა ყაველაშვილი და წავა ამაზე ხელისუფლება. არც ერთი ხელისუფლება ამაზე არ წავა. კიდევ ვიმეორებ, როდესაც შეწყალება ხდება პატიმრის, ხო, პატიმარი მიმართავს მას განცხადებით, რომ ის არ თვითცნობიერებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ამიტომ მოინანიეს ყველაფერი და თქო შემიწყალოთ რა. ასეთი ტიპის განცხადება როცა შედის პრეზიდენტთან, ხო? აი მაშინ უკვე იწყალეს პრეზიდენტი და ამ შემთხვევაში უკვე ის პირი ვეღარ უჩილებს უკვე სახელმწიფოს. გესმით? იმიტომ რომ აგერა შენ აღიარეს, ეს აღიარებაა დანაშაულის. ხო და ანუ ბადრე ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე იტყუებია? ესენი იტყულებიან სუყელანი კაცო. აბა ისე არ არსებობს, ვერ შეიწყალეთ და მე კიდევ მეცაც გეტყვით ახლა რა არის იცი? ეს მთელი წლები არის უკვე რომ მიდის აი ჩატარდა გააყალბეს არჩევნები, მით უმეტეს საერთაშორისო დონეზე უკვე მიმდინარეობდა ძალიან ისეთი სერიოზული ისე წინააღმდეგობა იქნა ოცნებას, რომ ვერსად გარღვევებს ვერ აკეთებდნენ საერთაშორისო დონეზე და აიც ვაჭრობა წავიდა ახლა ამათაც. თქვენ გამოდით ახლა, მოდით ესე გავაკეთოთ, დაწერეთ შეწყე. მარტო იმაზე კი არ იყო. ეს იყო უბრალოდ განცხადების სახით იყო ყაველაშვილის მხრიდან, რომ თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და მე თქვენ შეგიწყალეთ, დამიწერეთ ამაზე წერილობით მომართეთ. იქ სხვა რაღა იმის უკან რა იყო? რა ხდებოდა იმის უკან რა ვაჭრობა მედიოდა ხაზარაძესა ჯაფარიძესთან, უამრავი მილიარდები რო აქვს შეჭმული სახელმწიფოს, ხო? ამ ერთმა შეწყალებამ მათ მთლიანად გაუსუფთავად ის უკან შავბნელი საქმეები რაც ქონდათ აკეთებული, წარმოიდგინეთ გამოვიდნენ სუფთა ადამიანები უკვე ამ მიმართულებით. ეხლა მორალურად არ არის მაგე სუფთა ადამიანები და მაგათ იმდენი ცოდვები ადებთ, იმდენი ადამიანის ცოდვები ადებთ, მაგათ კისერზე ხო, მაგათ ვერცის შეწყალება უშველით, გაიგე და ვერცის უშველით კიდევ 7 თვე, მაგრამ კანონიერად უკვე გაათავისუფლეს მაგენი ყველანაირი პასუხისმგებლობიდან, რომელი პასუხისმგებლობაც მათ ჰქონდათ დაკისრებული სამართლებრივად და რა დანაშაულებიც მათ ჰქონდათ ჩადენილი სახელმწიფოს წინაშე და ხალხის წინაშე, ხო? ამ შეწყალებამ უკვე მათ გაუსუფთავა ყველაფერი აბსოლუტურად და არანაირი უკვე სადაო საკითხები მაგაც წინააღმდეგ არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან.
არანაირი აბსოლუტურად, ხო? აი ეს იყო ვაჭრობა. თუმცა ეხლა ოპოზიცია გადაიკიდება. არავის გადაიკიდება, ერთი შაიკა არის ესენი, სულელანი, ეხლა ნაცი. მაგრამ მათ მაინც აკრიტიკებენ. ეხლა მათ რა უნდა, უნდა გააკრიტიკონ, აბა რა ქნა, ეს უბრალოდ ეხლა ეს რაღაცა გარკვეული პერიოდი იქნება, ეს რაღაც ამ თემების ტრიალი იკიტაკეთა, აი და მეწმენთ იმაში ძალიან მალე ეს მივიწყებას მიეცემა და ჩვეულებრივად ესენი ხა პარლამენტში და ჩევდნენ. პარლამენტში გახარიას პარლამენტში შევა. ხაზარაძის პარლამენტში შევა, მე თუმეტეს მათ განცხადებები არ აქვს დაწერილი იმაზე მანდატების შეჩერებაზე და უარი არ აქვს, რა თქვა მე, საპარლამენტო ადგილებზე. უარი არ აქვს, რა თქვა მე, ხო? პარლამენტში შევდნენ ესენი და ამარჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოშიც შევდნენ და ეყოლებათ ერთ-ერთი მართვადი ოპოზიციური ფლანგი უკვე არა რადიკალური, როგორც დაუშვათ ნაცსექტანტები არიან და სხვა დანარჩენი იქ არიან კიდევ რაღაც დაჯგუფებები, არა ისეთები. აი ცესკომ ჩამოართვა ნაციონალურ მოძრაობას თავისი ნომერი 5, რომელიც შეხვდათ წილისყრის შედეგად ჩვენ გაერთიანებულ საქართველოს პარტიას, რომელიც ამარჩევნებში იღებს მონაწილეობას. ასევე არ შედიან არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობა არ იღებს მონაწილეობას და მე არ გულისხმობ 4 ნომერს, გვარამია მელიას პარტიას, ისინი ისაც ნაცები იყვნენ. ერთი ის არის, ვაკენებ. და მამის შვილები არიან. დიახ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მონამორჩილები. და ნაციონალური მოძრაობა რაშვება სად არის 4 ოქტომბრის შემდეგ? აი თქვენ თუ შეგიძლიათ გააკეთოთ ანალიზი. 4 ოქტომბრის შემდეგ სად დარჩება ნაციონალური მოძრაობა? ეხლა რა არის, იცი, ნაციონალური მოძრაობა სად არის 4 ოქტომბრის შემდეგ? ნაციონალური მოძრაობა საერთოდ იყო და არსებობდა, რომ არა ქართული ოცნება და დღემდე არ მოეთრია, დღემდე არ მოეყვანა და არ გაეცოცხლებინა და არ შეეყვანა პარლამენტი. არაერთხელ ხო ნაციონალური მოძრაობა გააცოცხლა ვინ? ქართული ოცნებამ კოჰაბიტაციიდან გამომდინარე, ხო? თუმცა ნაციონალური მოძრაობა მაშინე იყო დამარხული და მორჩენილი საკითხი იყო იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ უნდა შესულიყო არც პარლამენტში და არც ოპოზიციურ ფლანგზე და საერთოდ პოლიტიკაში არ უნდა ყოფილიყო. ეს იყო გადაწყვეტილი, და ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ კოჰაბიტაციამ გააკეთა ის, რაც მოხდა და რასაც ჩვენ ხედავთ, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა რატომ არის ამ მდგომარეობაში? თვითონ ნაციონალური მოძრაობა ძალიან კარგად იცის, რომ მან მოჭამა უკვე თავისი არათუ მარტო პოლიტიკურ ველზე, არამედ მთლიანად აი თეატ საცხოვრებელ ველზე ქვეყანაში თავის დრო მოჭამა უკვე და მოჭამა როგორ იცი, რომ ძალიან ცუდად დაამახსოვრდა საქართველოს მოსახლეობას. ძალიან ცუდად. არავის არ ეგონოს ახლა, რომ ხალხი რომელიც გამოყავდათ მათ ქუჩაში და თითქოს მათ გამოყავდა, არა ის მათ არ გამოყავდა ხალხი ქუჩაში. გამოყავდა სხვა პარტიებს, გამოყავდათ ფულით და როდესაც დაინახავდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მის სულ სიმიტინგზე, ეგრევე ხდებოდა უკვე უკმაყოფილება და ხალხის შეხლა შემოხლო თქვენ აქ რა გინდათ. ეს ფაქტი სახეზე იყო. ამიტომ ახლა სააკაშვილის ფოტომაც გააღიზიანა აქციაზე. კი, თავზე გადაახიეს ერთ კიდევ კარგად ხო. ამიტომ ახლა ის რაც ხდება და როგორც მიდის ახლა ეს პროცესები, ხო, თვითონ ქართულ მოძრაობას დაინახა, რომ არაერთხელ მისი გადადგმული ნაბიჯი იყო არასწორი ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, რომ მან ერთხელ შეიყვანა, მეორე შეიყვანა, მესამე შეიყვანა პარლამენტში. ესე იგი, მათმა ასეთმა სანქციებმა გააღეზინა საქართველოს მოსახლეობა, დააკარგინა ამ მორჩეველი ქართულ ოცნებას, ხო, ძალიან ბევრმა საქართველოს მოსახლეობა ზურგი შეაქცია ქართულ ოცნებას. რაც შეეხება ახლა, ეს დაინახა კარგად ქართულ ოცნებამ, რომ თავიანთი ესეთი საქციელი და მიდგომა, ხო, არ გაამართა და სწორიც არის, იმიტომ რომ ხალხი საქართველოს მოსახლეობა გამწარებული იყო, თქვენ წარმოედგინეთ, ყველას კარგად გვახსოვს და გახსოვთ, რომ ამდენი პატიმრები იყო და საქართველოს ამდენი ბიზნესი დატერორებული ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს ყველაფერს აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. ქონებების ჩამორთმევა, ადამიანების გაოპატიურება და რა ვიცი, ყველაფერ უბედურებას ესენი აკეთებდნენ, ხო? ადამიანებს კლავდნენ და ზღვაში ზირავდნენ, ზღვაში, ყვარს კარგავდნენ, ხო? იქ იმაში ზუგდიდში ბუნკერები ჰქონდათ, გაკეთებული, იქ გაოპატიურებდნენ ხო ადამიანებს, იქ ციხეებზე რას აკეთებდნენ, ხო? კლავდნენ, არაერთი ადამიანი ქუჩაში ხრეთდნენ, აგერ ციხეში სერგო თეთრაძე მოკლეს, ქუჩაში რობაქიძე დახვრიტეს, გვირგვირიანი მოკლეს, გია კრიალაშვილი მოკლეს, ყოისა ოთანაძეს და ემერიძეს დახვრიტეს, მაგრამ გადარჩენ ეს ადამიანები, ხო? და კიდევ რამდენი ესეთი, ხო? ეს წარსული აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ხო? და ამ წარსულის და გასუფთავებას ვერავინ ვერ მოახერხებდა. იმიტომ რომ ცოდვა როგორ სამხელათო რო კედი აქვს ესე, ხო? თვითონ ხო უფალიც აკმატიობს ამას, კაცო, იმიტომ ცოდვილი ხარ შენ და ქართულმა ოცნებამ ეს რო აიღო ეს მისია თავის თავზე და ეგონა რომ მე ამ პარტიას შევინარჩუნებ და მეყოლება როგორც ოპოზიციური ფლანგი, თვითონ უკუმა შემოუბრუნდა მას ეს
იმიტომ რომ საზოგადოებამ კიდევ ვიმეორებ საქართველოს მოსახლეობამ იმიტომ შეაქცია მას ზურგი რომ ასეთი მიდგომით ის მიუდგა ნაციონალურ მოძრაობას და აქედან გამომდინარე ახლა მოხდა ის რომ საქართველოს ოცნებამ ამ არჩევნების წინ დაანონსა და ბიძინიშვილი თქვა რომ მე მივხედა უკვე ამ საკითხს და გამოასწორებ იმ შეცდომებს და დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორება ეს კომისია შექმნა კომისიამ რომელიც იმუშავა და შედეგიანად დადო ესე იგი რომ მეტყვი მტკიცებულებები და ახლა პარლამენტში უკვე ძალიან მალე მოხდება მთლიანად ამ იმის საკითხო კი და დაიწყო საკითხების განხილვა ამის გარდა იმას იგი მათმა ახლა რატო განაცხადეს რომ არჩევნებში ვერ მივიღეთ მონაწილეობას თვითონაც კარგად იციან ხალხი არ უჭერს ხალხი 5 კაცი ყავს გვერდში 2024 წელსაც არავინ აღარ აყავს კაცო ხალხი 5 კაცი მეტი არ აყავს თავიანთი ავადმყოფები ყავს გვერდზე მეტი არავინ არ აყავს ხო ამასაც კარგად ხედავენ აიგე და რა ქნან ახლა რა გააკეთო ჩვენ იმიტომ არ გვებულოთ არჩევნებში მონაწილეობას ეს არის რუსული არჩევნები ერთი მითხან რაფერ არის რუსული არჩევნები აი დამიმტკიცონ და გამაგებინონ 1%-ით მაინც და მე ვიტყვი რომ მართლები ხართ მაგრამ ეს არის მიზეზი ალბათ ლელოს რომ მოეგო აი უბრალოდ რომ განვიხილოთ ლელოს ან გახარიას რომ მოეგო 2024-ის საპარლამენტო არჩევნები მაშინაც იტყოდნენ მაგას მათ ხადია მათ თავიანთი თავის გარდა არავინ არ მიაჩნიათ ამ ქვეყანას მას ესენი არიან თვითონ დაჯგუფება არის ტერორისტული დაჯგუფება რომელიც დაჯგუფებაც პირდაპირ მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მათ არ უყვართ საქართველოს მოსახლეობა მათ ქართველი ხალხი არ უყვართ ისინი არიან მარტო და ესეც არის რომ შეხედა თურმე ის რაღაც იმას მიეკუთვნებიან, არ ვიცი რა არის ესეთი დარბიან უცხოეთში და საპირფარეშოში მიდიოდა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი გაეკიდნენ ხელს ჩამოართვეს იქ ნიშანი ჩადა რომ საპირფარეშოს ადგილი იყო და ნუ ასეთ რაღაცებს აკეთებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დგავენ ძალიან ამიტომ არის რომ ეხლა ეს ხუთიანი რომ ჩამოართვეს ხუთიანი ქართული მოცემული კი არ ჩამოართვა კაცო ჩვეულებრივი წესით მოხდა როდოდრონით მოხდა კენჭისყრა და შეხვდა იმ ჩვენ გაერთიანებულ საქართველოს პარტიას და ეხლა ეს ხუთიანი რომელი ხუთიანი უკვე მათ ჩამოართვეს კარგია მე ხუთიანი მიყვარდა მაგრამ შემაძლეს მაგენმა მაგრამ ახლა მე იმედი მაქვს რომ ეს პარტია ამ ხუთიანის რეაბილიტაციას მოახდენს და ისევ შეაყვარებს ადამიანებს ამ ხუთიანს იმიტომ რომ ხუთიანი ციფრია ესეთი ყველას მიყვარდა სკოლაში ბავშვებს რომ ხუთიანს რომ მივიღებდით გახარებულები ვიყავით ხო ამიტომ მოხდება ამ ხუთიანის რეაბილიტაცია და ისევ შეგვიყვარდება ეს ხუთიანი მე იმედი მაქვს ამ პარტიის რომელმაც ეს ხუთიანი რაღაცა შემთხვევითაც არ ხდება ეს ყველაფერი შეიძლება გააცოცხლოს კიდევ შეიძლება გააცოცხლოს კი რა თქმა უნდა მოკლედ მოდით დავემშვიდობოთ მაყურებელს ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა ნახვამდის და გეტყვით რომ TV+ აქვს Facebook არხიც და YouTube-იც რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ რადგან არ გამოგრჩებთ გადაცემები და სიახლეები ნახვამდის მადლობთ კარგად ვარდებოდეთ